საჩივრები არ შესულა ოზურგეთის მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიაში. ოზურგეთში არჩევნებში 5 პოლიტიკური პარტია და მერობის 2 კანდიდატი მონაწილეობს. დეტალებს თეა აბსარიძე გაგვაცნობს. არჩევნები ოზურგეთში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საკრებულოსა და მერის არჩევნებში დარეგისტრირებულია სულ 5 პოლიტიკური პარტია. ქართული ოცნება, გახარია საქართველოსთვის, ძლიერი საქართველო, ლელო, კონსერვატორები, საქართველოსთვის და პატრიოტთა ალიანსი. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, ქართული ოცნებიდან წარდგენილია პაატა კუნჭულია, ხოლო გახარია საქართველოსთვის კანდიდატი გახლავთ ალექსანდრე მენაბდე. მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ამ დროისათვის მათთან არც ერთი საჩივარი შესული არ არის და არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში გრძელდება. ოზურგეთში 46 საუკუნო საარჩევნო კომისია დილის 8 საათიდან უკვე ემსახურება ამომრჩევლებს და ხმის მიცემის საშუალება აქვს უკვე ამომრჩევლებს ამ უბნებზე. 46 უბნიდან 41 უბანში ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს არჩევნები და 5 უბანში ტრადიციული მეთოდით. მათ შორის ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობს პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილ გამონაკლისს უბანშიც. საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. პირველი ამომრჩეველი მივიღეთ 8 საათზე, თუმცა უკვე რიგი იდგა და ძალიან კარგია, რომ ასეთი აქტივობა არის ხალხის. ერთიან სიაში დიდი უბანია საკმაოდ და 2249 ამომრჩეველი ყავს. სპეციალურ სიაში ყავს 7 პროპორციულში 7 მერობის კანდიდატის სიაში და მაჟორიტარის 3. გადასაკალკუტზე 63 ამომრჩეველი ყავს. მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა. ხმა მივეცი ღირსეულ პარტიას და ღირსეულ კანდიდატებს. დარმატებებს უსურვებ ოზურგეთს და მთელ საქართველოს. მოქალაქეობრივი ვალი რომ მოვიხადოთ და ხმა რომ მივცეთ მშვიდობას, განვითარებას. ოზურგეთში სულ რეგისტრირებულია 47926 ამომრჩეველი. აქ სულ 46 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, აქედან ერთი ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებაშია განთავსებული. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 46 უბნიდან 41-ში არჩევნების პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით მიმდინარეობს.